მე ვარ მარიკა კლდიაშვილი, 20 წელიწადზე მეტია მუშაობ ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან, ვარ საერთაშორისო ბიზნეს ანალიტიკოსი, ცვლილებების მართვის ექსპერტი, agile coach და თითქმის 10 წელია მუშაობ მეწარმეებთან და ინოვატორებთან, რათა დავეხმარო მათ განვითარებაში. გამარჯობა, მე ვარ ზურა პერტაია, მეწარმეობის ლექტორი, ტრენერი, ტექნოლოგიების ენთუზიასტი. ნათია ჯიბლაძე, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია CX-vis თანადამფუძნებელი, მომხმარებლის გამოცდილების მართვის სისტემების ლიდი, TBC, მიხარია რომ შემოუერთდი SEO-ს გუნდს ასოცირებული პროფესორის როლში. პაატა შურღაია, ბიზნეს კონსულტანტი, 15+ წლების გამოცდილებით, ფინანსისტი, ანგელოზი ინვესტორი და ასოცირებული პროფესორი. ჩემი გამოცდილება იწყება 2010 წლიდან, მოღვაწეობდი როგორც საქართველოში, თბილისში, მათ შორის მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ლონდონში, ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო აუტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში და ბაზრები ეხებოდა როგორც დიდ ბრიტანეთს, ისე მის ეგრეთ წოდებულ emerging markets. სამეწარმეო უნარების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება ახალგაზრდებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. სამეწარმეო განათლება დიდი ხანია უკვე გაცდა სალექციო ოთახს და ფაქტიურად ყველა პროფესიაში, ყველა საქმიანობაში აუცილებელია უნარები იმუშაო ინოვაციებთან, შექმნა ახალი ტექნოლოგია, შესაძლებლობა გაუმკლავდა ცვლილებებს და შეძლო მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა შენ საქმიანობაში. სწორედ ამიტომაც საგანმანათლებლო სივრცეში იქმნება არაერთი სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ეხმარება მეწარმეებს მათ განვითარებაში. და ვფიქრობ, რომ MIT-ის პროგრამა სწორედ ამით არის განსხვავებული და მნიშვნელოვანი, რომ მოგცემს შესაძლებლობას გავიაროთ საერთაშორისო გამოცდილება, გავიზიაროთ ის და შევქმნათ ჩვენი საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ჩემი აზრით MIT-ის როგორც უნივერსიტეტის, როგორც კვლევითი ცენტრის როლი მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საქართველოსთვის, ქართული განათლების სფეროსთვის. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ბევრ ახალ ინოვაციურ ცოდნას და გამოცდილებას შემოიტანს ამ ქვეყანაში. MIT-ის როგორც საერთაშორისო ტოპ უნივერსიტეტის პროგრამების ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა არის ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, რადგან ქმნის საკმაოდ ისეთ საინტერესო შესაძლებლობებს როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის აკადემიური თუ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით. MIT-ის ისტორიისა და ზოგადად MIT-ის რა თქმა უნდა პოზიტიური გავლენების კუთხით, როგორც ეხება ინოვაციები, ბიზნესი, მენეჯმენტი, ფინანსები, ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ, თუმცა კონკრეტულად ამ პროგრამის შესახებ, რომელიც არის მეწარმეობის შესახებ და ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული Marty Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ეგიდით, არის ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი და სასწავლო ცენტრი, რომელიც მოქმედებს ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლის ფარგლებში, რომელსაც ქვია MIT Sloan. რა თქმა უნდა, როდესაც შეხება გააქვს პირველ წყაროსთან, ეს აისახება თვითონ შინაარსის ღირებულებებზე, აისახება შინაარსის ფორმატზე და განსხვავება მარტივად რო წარმოვიდგინოთ, პირობითაც თუ ასე ვთქვათ, ავტორის ან ნებისმიერი კვლევის შესახებ ჩვენ ინფორმაციას წარმოგვიდგენს პროფესორი, მეორე, მესამე წყარო და მისი შედარება რო გავაკეთოთ, როდესაც შეხება გაქვს თავად სისტემის ავტორთან და იმ მიგნებასთან, რაც ვთქვათ, ამ ამოცანის კუთხით იყო დასმული. ეს აისახება როგორც შინაარსის ნაწილზე, ისე ხარისხის ნაწილზე და შესაბამისად ამას, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა უნდა გქონდეს, როგორც ჩვენი აკადემიური კუთხით, ისე ზოგადად ბაზრის მიმართულებით. სასიხარულო არის, როდესაც ვიღებ მონაწილეობას ესეთ საინტერესო პროექტში და ასევე საკმაოდ საპასუხისმგებლად იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში საკმაოდ ბევრი საინტერესო, ასე რომ ვთქვათ, გამოცდილების გაზიარება შესაძლებელია, რომ მოვახდინოთ საქართველოს სტუდენტებისთვის. ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის ვერ წარმომიდგენია სხვა უნივერსიტეტი, სხვა სივრცე, რომელსაც შეუძლია ამდენად მნიშვნელოვანი გამოცდილება გაგვიზიარონ ჩვენ სამეწარმეო მიმართულებით, როგორც ეს შესაძლებლობა ჩნდება MIT-ში. რა თქმა უნდა, ძალიან მიამაყება, რომ ვარ ამ პროგრამის მონაწილე და დიდი
იმედებით ვუყურებ მომავალს. გარდა ენდოფრინების განსხვავებული გამოხატულებისა, რა თქმა უნდა, ამ მომენტს, ასე ვთქვათ, თან ახლდა უდიდესი პასუხისმგებლობა და ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც მქონდა SEUS ესეთი ტიპის შეაძლებლობა MIT-სთან. აღნიშნულ მიღწევასთან დაკავშირებული ემოცია, რა თქმა უნდა, სასიამოვნოსთან ერთად უაღრესი мотивაციით და პასუხისმგებლობით იყო სავსე. MIT-ის სამეწარმეო ცენტრის იდეით დაფუძნებული entrepreneurship-ის საგანმანათლებლო ინიციატივის ქსელის წევრები ვართ მსოფლიოს 4 სხვა უნივერსიტეტთან ერთად და შესაბამისად ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო პირველი ნაკადის მონაწილე, რომელიც გაემგზავრება MIT-ში და მონაწილეობას მიიღებს entrepreneurial საგანმანათლებლო პროგრამაში. ეს არის უპრეცედენტო შესაძლებლობა რეგიონში შეიქმნას ჰაბი, რომელიც გაერთიანებს პროფესიონალებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც აკადემიური სივრცედან, ასევე პრაქტიკოსებს, მეცნიერებს, ინოვატორებს, სტარტაპერებს, იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს მიმართულება. ეს არ არის უბრალოდ ერთჯერადი ვიზიტი, ან ერთჯერადი გაცვლა ინფორმაციის თუ ცოდნის, ეს არის შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ძალიან მნიშვნელოვანი გზა, იმისთვის, რომ შევქმნათ ახალი მიმართულება სწავლებაში, გავაერთიანოთ ადამიანები, შევქმნათ ახალი კავშირები, ეს ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად შექმნის ბევრ კარგ სიახლეს. ჩემთვის როგორც ლექტორისთვის საკმაოდ დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იქნება გავს პროგრამაში მონაწილეობა, ხოლო სტუდენტებისთვის იქნება საშუალება, რომ გაიცნონ მსოფლიოს ბოლო დონის კვლევებს და გამოცდილებას MIT-ის პროფესორებისგან და ასევე საშუალება მიეცემათ, რომ მიიღონ მონაწილეობა გლობალურ სტარტაპ ეკოსისტემაში, შექმნან საკუთარი ინოვაციური სტარტაპები. MIT-ის პროგრამის მნიშვნელოვნებაზე შემიძლია ვისაუბრო როგორც ლექტორის, აკადემიური პერსონალის, ასევე თავად სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლის და ბიზნესის წარმომადგენლის პერსპექტივიდან. ეს გამოცდილების კომბინაცია შესაძლებლობას იძლევა, რომ MIT-ის პროგრამის ინტეგრირებასთან ერთად მოვახდინოთ საკმაოდ ისეთი საინტერესო შესაძლებლობების გაჩენა სტუდენტებისთვის, რომლებიც აკადემიურ გამოცდილებასთან ერთად უკვე პრაქტიკული ელემენტებით დატვირთულ აქსელერაციის პროგრამებსა თუ სხვადასხვა ინიციატივებში მიიღებენ მონაწილეობას ჩვენთან აკადემიურ პერსონალთან ერთად, რაც თავის მხრივ უკვე გააძლიერებს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას. და ბევრი განსხვავება არის მეწარმეობასთან დაკავშირებით და ზოგადად მეწარმესთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება იყოს ანტრეპრენერი, რა ტიპის სკილსეტები უნდა ქონდეს, რა ტიპის მაინდსეტები უნდა ქონდეს, რა ტიპის კონტექსტი უნდა იყოს გათვალისწინებული, არა მხოლოდ საქართველოში, საქართველოს ფარგლისგან, მთელ მსოფლიოში ამაზე მიდის დისკუსია. MIT-ის აქვს ესეთი ფილოსოფია, კონცეფცია, ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული, რომ ეს შეიძლება იყოს პროფესია, ანუ ანტრეპრენერი შეიძლება იყოს პროფესია და ეს პროფესია შეიძლება იყოს დისციპლინებული მეწარმეობის სახეობით. ზოგიერთი ითვლის, რომ ეს ოქსიმორონია, დისციპლინა და მეწარმეობა, თუმცა ამ ყველაფერზე, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და შესაბამისად იმ best practices გაზიარება, რომელიც 90-იანი წლებიდან არის დაფუძნებული და მოგეხსენება თქვა როგორი ჰაიპი არის მეწარმეობის კუთხით, ჩვენ მოგცემ შეაძლებლობას, რომ ეს დოულათი, ეს არამატერიალური აქტივი ჩამოვიტანოთ საქართველოში და მოვახდინოთ მათი დისტრიბუცია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ MIT-ის პროფესორებს მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთონ ჩვენ საქმიანობაში და გაგვიზიარონ თავისი როგორც ცოდნა, ასევე გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი სასწავლო მასალებიც და შესაძლებლობებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ გვექნება შეხება როგორც ფინანსების მიმართულებით, მეწარმეობის მიმართულებით, ინოვაციის მიმართულებით, მენეჯმენტის მიმართულებით, შესაბამისად და ეს კოლაბორაცია, რომელსაც დავამყარებთ, დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს პროგრამა სულ მცირე ჩვენ გვექნება 3 წლის ვადით და შესაბამისად მოგცემ შეაძლებლობას, რომ იქიდან წამოღებული, ასე ვთქვათ, ცოდნა და შემდგომ ნებისმიერი კითხვების კუთხით, როგორც თეორიულ ნაწილში, ისე პრაქტიკულ ასპექტებში ჩვენ გავცვალოთ MIT-ის წარმომადგენლებთან.
MIT-ში ვიზიტი ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა ასევე უშუალოდ MIT-ის აკადემიურ პერსონალთან კომუნიკაციის და შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი, ასე ვთქვათ, საკონსულტაციო პროექტები, ინიციატივები და სხვადასხვა სამომავლო გეგმები აუცილებლად მრავალი წლის მანძილზე ძალიან დიდ ბენეფიტს მოიტანს ქართული სამეწარმეო სივრცისთვის. MIT-ის სამეწარმეო ცენტრი და SEU ერთობლივად შექმნის სტარტაპ აქსელერატორს, რომელიც დაინტეგრირდება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც ლექტორები, ასევე სტუდენტები, რომლის ფარგლებშიც მე უშუალოდ ჩავერთვები და მივიღებ მონაწილეობას სტუდენტებთან ერთად, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნათ გლობალური საერთაშორისო სტარტაპები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებული პიროვნული, პროფესიული თუ აკადემიური გამოცდილება, ვფიქრობ, რომ აუცილებლად ინტეგრირდება იმ არეალებში, სადაც მოღვაწეობ, ეს იქნება საკონსულტაციო ბიზნეს მიმართულებები თუ აკადემიური მიმართულება. მნიშვნელოვანია მცოდნისა და გამოცდილების იმპლემენტაცია საგანმანათლებლო თანამედროვე პროგრამებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის შექმნის კუთხით აქსელერაციის პროგრამების განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში ქართული სამეწარმეო და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროგრამის სახით შეიძლება ჩვენ გქონდეს ორი გეგმა. ყოველ შემთხვევაში მე ამ შემთხვევაში მაქვს ორი გეგმა. პირველი გეგმა ეხება რომ მაქსიმალურად მოვახდინო ასე ვთქვათ უტილიზაცია დატაში, მოვახდინო იმ ინფორმაციის მოპოვება, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ვმუშაობ ახლა ძალიან ბევრი ინფორმაციას ვეცნობ, მათ შორის ძალიან ბევრი ონლაინ კურსები არის MIT-ის, Sloan-ის ამ ინოვაციურ entrepreneurship-ის შესახებ. ეს არის პირველი გეგმის ნაწილი, ხოლო რაც შეეხება მეორე გეგმის ნაწილი, ეს იქნება ჩამოსვლის შემდგომ, როდესაც მე მექნება შეაძლოება როგორ მაქსიმალურად უკვე მოვახდინო ამის დანერგვა, ამის განვითარება და ამის მიწოდება და იმპლემენტაცია, ასე ვთქვათ, როგორც სტუდენტების საგანმანათლებლო კუთხით SEU-ის უნივერსიტეტში და მათ შორის ზოგადად ეკოსისტემის კუთხით საქართველოს ბაზარზე.